ვიზიტი ჯაზის სამშობლოში და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ახალი ორლეანი რიგით მე-14 ქალაქია, რომელსაც ბათუმი დაუმეგობრდა. დამეგობრების მემორანდუმს ბათუმის მერმა ხელი შეერთებულ შტატებში მოაწერა. მალე ზღვისპირა ქალაქში კონკრეტული წინადადებებით ნიუ-ორლეანელი მუსიკოსები და პროდიუსერები ჩამოვიდნენ, რათა ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ფესტივალის ქართული მოდელი შექმნან. რა საერთო აქვს მექსიკის ყურეში მდებარე ქალაქს ბათუმთან, ნათია შავაძე ამბობთ. საყვარელი ქალაქის ნიუ-ორლეანისა და ბათუმის რამდენიმე წლიანმა ურთიერთობამ უკვე ოფიციალური სტატუსი მიიღო. ამერიკული და ქართული ქალაქების დამეგობრების შესახებ საგანგებო მემორანდუმს ხელი ნიუ-ორლეანისა და ბათუმის მერებმა ნიუ-ორლეანშივე მოაწერეს. ცერემონიის შემდეგ მხარეებმა საჩუქრები გაცვალეს. საჩუქრებს შორის რობერტ შხაიძის ამერიკელ კოლეგას ყველაზე მეტად ალის და ნინოს ქანდაკების ასლი მოეწონა. ფრანგული და ესპანური კულტურების მიქსი ნიუ-ორლეანი შეერთებულ შტატებში ყველაზე მრავალეთნიკური სტუმართმოყვარე და ტურისტებისთვის საყვარელი ქალაქი, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ აქ ტურიზმის საზღვაო ინდუსტრიასთან ერთად წამყვანი დარგია ქალაქის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა ცნობილი ნიუ-ორლეანის ჯაზ ფესტივალი. უზარმაზარი შემოსავალი აქვს ქალაქს, მხოლოდ ამ ერთი ფესტივალი, გარდა ამისა მრავალი კულტურული ღონისძიებები იმართება ამ ქალაქში, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალი არის ქალაქის, მნიშვნელოვანი არის ისეთი დიდი გამოცდილების ქალაქის, როგორც ნიუ-ორლეანის ხედვა, მათი გვერდში ყოფნა და იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც ამ ქალაქს მრავალი წლის განმავლობაში დაუგროვდა. მალე ნიუ-ორლეანის ჯაზ ფესტივალის მსგავსი მომგებიანი პროექტის მოდელი ბათუმისთვისაც შეიქმნება. ივლისის თვეში ბათუმს ნიუ-ორლეანის ჯაზ ფესტივალის მთავარი მენეჯერი და პროდიუსერი ეძღვება. რომ გითხრათ, მასშტაბი ნიუ-ორლეანის ჯაზ ფესტივალისა ეკონომიკურ ჭრილში ეს არის 200 მილიონი შემოსავალი ერთკვირაში, როდესაც ეს ფესტივალი ტარდება აქ, ახალ ორლეანში. ჩვენს ჯაზ ფესტივალს და ჩვენ კულტურულ ღონისძიებებს აქვს ძალიან დიდი მომავალი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ისე უკავშირდება ადგილზე ახალი სამუშაოების შექმნასთან და ეკონომიური წინსვლის გარანტიებთან. ეს არის ის ფუნდამენტი, რაზეც ეს ყველაფერი დგას. როგორც გაირკვა, ორივე ქალაქს ჯაზ ფესტივალის გარდა კიდევ ბევრი აქვს საერთო. ნიუ-ორლეანის ცნობილი ფრანგული კვარტალი და ბურბონ სტრიტი არქიტექტურული სტილი ძალიან გავს ძველ ბათუმს დამეგობრების შემდეგ. ბათუმის თვითმმართველობაში ამერიკულ ქალაქთან თანამშრომლობას არაერთი მიმართულებით აპირებენ. ჩვენ დიდი ხანია გვაქვს ურთიერთობა ლუის ამსტრონგის სახელობის ჯაზის სკოლასთან, რომელიც ბათუმში გეგმავდა და სწორედ ბათუმი აარჩია თავის პარტნიორად თავისი საზაფხულო კემპის მოსაწყობა და აქ იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თანამშრომლობაზე საუბარი. ხელოვნების უნივერსიტეტში მუსიკალურ განხრით არის გვაქვს სწორედ ჯაზის ფაკულტეტი, სადაც წელს იქნება მიღება. ალბათ ამ დამეგობრების შემდეგ ყველა კუთხით, ყველა მიმართულებით იმ საინტერესო პროექტებს, რომელსაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა აქამდე, უკვე ფრთები შეესხმება. ნიუ-ორლეანი ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქებს შორის რიგით მე-14-ია, როგორც აღმოჩნდა. ეს მეგობრობა მხოლოდ ქაღალდზე ხელმოწერილ ურთიერთობად არჩება და მხარეები ამ თანამშრომლობისგან ბევრ სარგებელსაც იღებენ. ვცდილობთ, რომ ასეთ შემთხვევაში მათთან მიიღოთ გამოცდილება, ან ჩვენ გაუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ეს მოიცავს სხვადასხვა სფეროს, ეს არის კულტურული სფერო, ეს არის ისტორიული ადგილების მონახულება და თქვათ ისტორიის გასვლა, რომ ხალხი დაახლოვდეს ერთმანეთთან, ესა საინვესტიციო გარემო, ესა ქალაქის განვითარების, მოწყობის გამოცდილებები და ჩვენ არაერთი დახმარება აღმოგვიჩინეს. ეს იყო პოლონეთის ქვეყნები, ბალტიისპირეთის, თურქეთის. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვდებთ მათთან ფართო სამეგობრო ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს გარკვეულ ტურებში ჩართულობას, ერთობლივ მონაწილეობას. მალე ბათუმის მეგობართა სიას კიდევ ერთი დაემატება. უახლოეს მომავალში მეგობრობის მემორანდუმი ისრაელის ქალაქ აშდოდთან გაფორმდება.